მეგობრებო, როგორც თქვენს ამჩნევთ, დღევანდელ ვარჯიშს, სიბერის ვარჯიშს ესწრებიან გუნდის წარმომადგენლები, რაიონის ხელმძღვანელები და ეს პირველ შემთხვევაში არ არის, რომ ახლოს არიან გუნდთან, გუნდის მომავალზე ფიქრობენ. აგერ ჩვენს გვერდით არის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რაიონის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე ბატონი აკაკი ყიფიანი. ძალზე სასიამოვნო ბატონო კაკო, თქვენი გამოჩენა სტადიონზე, თუმცა შორეული არასოდეს არ ყოფილა სპორტი თქვენთვის. მაგრამ დღეს განსაკუთრებით, ესე იგი ორივე მხრივ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს და როგორც გუნდის უშუალო ფეხბურთის უშუალო ხელმძღვანელს, ერთ-ერთ ხელმძღვანელს, დღეს გაცილებით მეტი საზრუნავი გაგიჩნდათ, ასე არა? რა თქმა უნდა. დიახ, როგორც ქარეელმა გულშემატკივარმა იცის, 99 წლის სეზონი ქარელის კლუბმა იბერიამ წარმატებით დამთავრა. მესამე ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და გადაინაცვლა მეორე ჯგუფში. ეს დაახლოებით 15-20 წლის წინ ზუსტად ხლა ვერ ვიტყვი. მაშინ იყო ეს ერთადერთი შემთხვევა და წლევანდელი სეზონი იქნება 95-96 წლის სეზონი ქარელის იბერიისათვის. სიძნელეები, როგორც იცით, არის ძირითადად ფინანსური მხარეა და ქარელის ეროვნულმა გამგეობამ და იმ ყველა გულშემატკივარმა, ნამდვილმა გულშემატკივარმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მომზადებულიყო გუნდი, აგერ მეორე კვირა უკვე ქარელის იბერიის გუნდი სასუსტენ ვარჯიშს გადის სტადიონზე, შეკრებას გადის, ასე ვთქვათ და მომავალშიც ასე გაგრძელდება, აუცილებლად ქარელის ეროვნული ხელმძღვანელობა ყოველთვის გვერდზე იდგება საფეხბურთო კლუბ იბერიისა და ყველა სპორტსმენის გვერდზე, როგორც თქვენ აღნიშნეთ. კიდევ ჩაფიქრებული გვაქვს ეს ისევ ფინანსურ მხარესთან დაკავშირებით შექმნათ გულშემატკივართა კლუბი, რომელშიც გაერთიანდება 200-300-ოდე გულშემატკივარი ქარელის რაიონიდან და იქ გვექნება თვეში ერთხელ შეხვედრები, საუბარი და იქ ყველანაირი მხარე, ყველანაირი გათვლილი იქნება ამ საუბრის დროს და გათვალისწინებული იქნება აგრეთვე ფინანსური მხარეც ამ შეხვედრებზე. როგორც მე ვიცი, ეს შეკრებაც შეიძლება შეკრება ჩვეულებრივ გაიგოს მსმენელმა. შეკრებას დაფინანსებულია თქვენი უშუალოდ გამგეობის დახმარებით, თქვენი უშუალოდ დახმარებით, რომ ისინი ყვება მათი და საერთოდ ყველა ხარჯები ეს წინასწარ არის განსაზღვრული, დათვალისწინებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როდესაც ასე უჭირს რაიონსაც, ხალხსა და საერთოდ დიდი გასაჭირია. დღეს ჩვენ შევხვდით თბილისში ფეხბურთის ფედერაციაში გახდით წარმომადგენლობა და საკმაოდ დამყარებენ თქვენზე უშუალოდ ხელმძღვანელობაზე, რომ მომავალშიც უფრო მეტ დახმარებას გაუწევთ გუნდს. რა თქმა უნდა, ეს ასე იქნება იმის მიუხედავად, მე ადგილობრივი მმართველობის ორგანოში ვიმუშავებ თუ არა. პირველ რიგში მე ვარ ქარელელი და მე ვარ ჩემი რაიონისა და საქართველოს პატრიოტი კაცი. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი არ მითამაშია, პროფესიონალური ფეხბურთელი არ ვიყავი, თორე ძიუდოისტი ვიყავი, სპორტის ოსტატი ვარ ძიუდოში, 7 წელი ვიყავი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ძიუდოისტა. ფეხბურთი რა თქმა უნდა ვითამაშია, მაგრამ აი ქარელებმა იციან, განსაკუთრებით მამაჩემი, ბიძაჩემი, ცხოვრებული მარადი ყიფიანი, ჯემალი ყიფიანი, აგერ ბატონი ოთარი დავემოწმება, აგერ ბატონი გოდერძის ვეტერან სპორტსმენებს ვისაც ვეძახდით, როგორ უყვარდა სპორტი და იცით ახლა ფეხბურთი პირველი სპორტია პოპულარობით ქარეშიც, საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ახლა ჩვენ სპორტსმენებს მოჭიდავებსაც კი ვეხმარებით, მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც კლუბ იბერიაზე გადავა და ჩვენი პროგრამა მინიმუმი არის გუნდის შემადგენლობისა, ხელმძღვანელობისა და მთლიანად ამ გულშემატკივართა კლუბისა ეს იქნება, რომ 5 ევროში მოხვდა. ეს არის მინიმუმი და მაქსიმუმი, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ ჯგუფში გამარჯვება და უმაღლეს ლიგაში გადასვლა გუნდის. თუ რა თქმა უნდა, მშვიდობა იქნება. დიდი მადლობა საუბრისათვის, ჩვენ ამის იმედი გვაქვს. ვიმეორებ კიდევ, რომ თქვენ კიდევ ყოველთვის მხარ შემოუდგებით, თქვენი კოლეგებიც, აგერ ბატონი ოთარი არის აქ მოადგილე გამგეობის თავმჯდომარისა და მჯერა რომ ჩვენ მივახცევთ იმას, რაც გსურს.